ჩაიჩოჩეთ, ახლა ჩვენი დროა. მივესალმები ყველას, ვინც მიყურებს, ეს არის სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს არის მორიგი გადაცემა ციკლიდან სულხან მელაძის ღია ეთერი. დიახ, ჩაიჩოჩეთ, ახლა ჩვენი დროა, სწორედ ასე მიმართავს ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინა ხელისუფლებას და მხოლოდ ეს ერთი მსგავსება როდია ხელისუფალთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია უფრო მარადიული ვიდრე ცვალებადობა, ჩვენში ხელისუფლების ბუნება უცვლელია. არის პოზიტივი. ყოველი ხელისუფლება ამბობდა და ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება საზოგადოების და მხოლოდ საზოგადოების საკეთილდღეობით. ასეა 90-იანი წლებიდან დღემდე. თავად განსაჭირს, კანონიერი ხელისუფლების დამხობა, მაშინ ამ სამართლინო პროცესს სამოქალაქო ომი რომ მოყვა, პროვინციული ფაშიზმის დემოკრატიული ამბოხებით დამარცხება ეწოდა. მერე ძალიან დიდხანს ქვეყანაში კანონმდებელი, აღმასრულებელი და მსაჯული იმყოფია. კორუფცია, უშუქობა, სიცივე, უპურობა. რატომ? რა თქმა უნდა, საზოგადოების საკეთილდღეობით. ოს და აფხაზნებთან ურთიერთობების ხიდების მსხვერპლობა საკამათო არ არის ჩრდილოელი მეზობლების ძალისხმევით. რატომ? კვლავაც საზოგადოების საკეთილდღეობით. მორიგი სახელმწიფო გადატრიალება ვარდების რევოლუციად მოინათლა. თქოს იყო ბნელი და შეგვპირდნენ ნათელს. ბოლო 9 წელია კონსტიტუციამ მელანი ვერ შეიშრო. ყოველი ცვლილება სახელმწიფო მმართველობის მარეგულირებელ ნორმებს შეეხო და არა ძირითადი კანონის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის უფლებებს არეგულირებს. რატომ? ვეჭო პასუხი უკვე იცით. კვლავაც საზოგადოების საკეთილდღეობით. სასამართლოს დარბაზები დაიხურა და სატელეფონო მართლმსაჯულება დამკვიდრდა. საზოგადოების დიდ ნაწილს საერთო აღიარება. დაინერგა სატელეფონო მოსმენები შიში. გაიფელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. იყო ომი. დამარცხება მაგრამ გამარჯვება. რატომ? საზოგადოების საკეთილდღეობით. პოლიტიკოსთა ერთი ნავიდან მეორეში დათო საჭირო გახდა მესამეში გადასვლა ერთი სიტყვით. ღურიე წყალში მოგზაურობისა სატრანსპორტო საშუალების ხშირი ცვლა ჩვენში უმარტივესი საქმეა. მთავარია ყოველი ასეთი ნაბიჯი აიხსნას დამაჯერებელი ტონით და თუ მას მოგუდული ბოდიშიც ახლავს, ადრე სხვა ნავით, ოქროს თევზის ჭერის მცდელობის გამო საფიქროს ანელეულო არაფერია. უკვე რახანია არ იცვლება მოსაზრება, რომ პოლიტიკა ჩვენში ყველაზე სარდიანი საქმეა. უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური ფონი. ამ დროს ნეპოტიზმის აღლუმი, პოლიტიკოსთა გაზულუქება. რატომ? ასე უნდა იყოს. ნუ გაღიზიანდებით, გახსოვდეთ. გაზულუქება პოლიტიკოსების ასევე არის თქვენსავე საკეთილდღეობით. ახაც ყველაფერი კეთდება ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის. აი ამ ფონზე მე ვფიქრობ, რა უმადურია საზოგადოება, რომელიც მაინც უკმაყოფილო არ ადგან, უკვე რამდენი გაკეთდა. ამ ყველაფერს დაახვა უნდა. ადამიანთა ერთობას მრავალი მანკიერი თვისება აქვს. მთავარია დაუნახავი არ უნდა იყო კაცი. აი მე ვხედავდა არ ვკარგავ იმედს, რომ მომავალში ყველაფერი გაკეთდება საზოგადოების საკეთილდღეობით. არის სხვაობაც და ისიც უნდა ითქვას. სხვაგვარად არ ვიქნები მართალი. პოლიტიკოსთა სპექტრის ერთი ნაწილი უკვე ნაბახუსებია ძალაუფლებით. ნაწილი ახლა ეძლევა ბახუსს. აი ამ სხვაობის მიუხედავად უცვლელია მოტივი. რა თქმა უნდა, საზოგადოების საკეთილდღეობით. ამ ფონზე საზოგადოებაა დაბოლებული. რატომ? უნდა ვივარაუდოთ, რომ მისსავე საკეთილდღეობით. დასასრულს ერთ გეტყვით. ყოველი ხელისუფლების წყარო იყო და არის ხალხი. ანუ მე, შენ, ის. ჩვენ ყველა ერთად. ვფიქრობ, მოვიდა დრო დავფიქრდეთ. ეს იყო სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს იყო მორიგი გადაცემა ციკლიდან სულხან მელაძის ღია ეთერი.